დიპლომატების ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან ნამდვილად ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადეს მაკა ბოჭორიშვილისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობის რეპრესიები, ვინაიდან მაყურებელს შევახსენებ, რომ 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ერთ-ერთი პირველი უწყება სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომლის თანამშრომლებმა საჯარო პეტიცია გაავრცელეს და ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს და ეს არაპატიეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ნელ-ნელა ეს ადამიანები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ზოგმა თავად დატოვა საჯარო უწყება და დიპლომატიური სამსახური, ვინაიდან დღეს თვლიან ისინი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს კურსი ევროინტეგრაციის მიმართულებით აღარ არის. შესაბამისად ისინი საკუთარ თავს ამ სივრცეში და ამ საჯარო სექტორში ისინი ვეღარ ხედავენ და დღეს ფიქრობენ ერთი წლის თავზე, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ყველაზე უფრო გამოცდილი, ყველაზე უფრო პროფესიონალი თანამშრომლები გამოუშვეს სამინისტროდან და ერთადერთი კრიტერიუმი, რითიც მოხდა ეს გამოშვება, იყო ის, რომ ისინი ხელმომწერი იყვნენ ამ პეტიციის. რომ ის ხმა მოიღეს და ესე იგი არ შეეშინდათ, რომ სიტყვის თავისუფლების პრინციპს მიყოლოდნენ. ყველაფერი შეჩერებულია. ჩვენ ფორმალურადაც აღარ ვიმყოფებით აღარანაირ ურთიერთობაში, გვაქვს ერთადერთი კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უბრალოდ სტატუსი, მის მიღმა არაფერი არ კეთდება და ყველა პოლიტიკური, ტექნიკური, საექსპერტო თუ ფინანს, ყველა ურთიერთობა არის შეჩერებული. ნოლი არის ურთიერთობა. ერთი წლის თავზე, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიდის აბსოლუტური იზოლაციონიზმისკენ და უფრო მეტად შორდება, ესე იგი, დასავლურ კურსს და დასავლურ პერსპექტივას, ქართველი დიპლომატები, არამხოლოდ ისინი, ვინც 2025 წლის 1 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, არამედ ძველი თაობის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ ჩვენ და ჩვენ ერთობლივად კიდევ ერთხელ დავგმეთ მის მიმდინარე პროცესები, რაც ხდება განსაკუთრებით საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. დიპლომატების ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან ის ადამიანებიც, ყოფილი ელჩები, დიპლომატები, დესპანები, ვინც და დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო გამხდარიყო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს ფიქრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ დეკლარირებულად გადაუხვია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, ისტორიულ არჩევანს, თუმცა ასევე ფიქრობენ, რომ ეს არის დროებითი, ვინაიდან საქართველოს ევროპული მომავალი არის ისტორიული არჩევანი ქართველი ხალხის და ეს დიდხანს არ გაგრძელდება ეს მოცემულობა მათი შეფასებით, რაც ახლა არის და მიმართავენ პარტნიორებს, რომ დაუდგნენ ქართულ ხალხს გვერდით და გაითვალისწინონ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება. ამ განცხადების მერე საქართველოს საგარეო მიმართულებით დასუსტ და გაქრა საერთოდ ევროპული რადარიდან, დავკარგეთ ევროპული მომავალი, ქვეყანაში მიმდინარეობს დიქტატურის მშენებლობა, ანუ საქართველოს ბევრი თაობის პოლიტიკოსის თუ დიპლომატის მცდელობა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია მისულიყო წარმატებამდე, ამ რეჟიმმა შეაჩერა მაშინ, როცა ამის ყველაზე მაღალი შანსი გაჩნდა, როცა ევროკავშირმა რეალურად დაიწყო კარის გაღება. შესაბამისად, ფორმალურად დაიხურება ფაილი, რაღაცა შეწყდება თუ არა, ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის გზას აღარ ადგას, მაგრამ კიდევ უფრო უარესი საქართველოში დღეს შენდება დიქტატურა. ანუ და დიქტატურა და ევროინტეგრაცია, დიქტატურა და ნათელი მომავალი, დიქტატურა და კარგად ყოფნა ადამიანების არის ერთმანეთთან შეუთავსებელი. ჩვენ გვყავს დე-ფაქტო ხელისუფლება, ისევე როგორც გვყავს დე-ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ასევე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ხო? პრინციპში ოლქი აღარც არის გაუქმებულია. ასეთივე დე-ფაქტო ხელისუფლება შექმნა სამწუხაროდ ჩვენმა მთავარმა მტერმა რუსეთის ფედერაციამ თბილისშიც. ეს არის რეალობა, რაც გვაქვს და ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ დიპლომატებს, რომ მივმართოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ვისთან ერთადაც თანამშრომლობდით 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან. დაახლოებით 30 წელზე მეტი დაჭირდა საქართველოს მივსულიყავით იმ ნიშნულამდე, რასაც ქვია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რასაც ქვია კანდიდატის სტატუსის მიღება, რასაც ქვია თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროპასთან, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ ნახეთ
მიზანმიმართულად მე ესე ვიტყოდი და ძალიან ინტენსიურად არის მცდელობა რომ შეიცვალოს. ამდენი ახალგაზრდა ადამიანი. ნახეთ, შვილების თაობა დღეს სწორედ აი ამ პრინციპების დაცვისთვის ზის საპატიმროებში. და მე ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ კიდევ. იცით რატო არ შეიძლება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამდენი მერაბკოსტავა თუ ყოლია საქართველოს ნამდვილად არ მეკონა. და იცით ეს ახალგაზრდები სწორედ ამ დიდებული ადამიანის შთამომავლები არიან. ქართული ოცნების განაცხადს, რომ შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, ერთი წლის თავზე აქვს კონკრეტული შედეგი. ჩვენ ძალიან ხისტი და მკაფიო მესიჯები გვესმის ბრიუსელიდან დიპლომატებისგან, რომ შესაძლოა დეკემბერში ევროპული საბჭოს ხდომაზე საბოლოოდ ჩაიხუროს საქართველოს ფაილი და ამ ფონზე არის ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატების ერთობლივი განცხადება, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს მოკავშირეებს, რომ ამ შემთხვევაში მათი ხელმძღვანელონ არა ქართული ოცნების პოლიტიკით, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებით, რომლის ნებაც ნამდვილად არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და არ ჩახურონ საქართველოს ევროპული მომავალი.